ბათუმელებზე ჩაირთვება და ეთერში ვართ, ხო? მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები ბათუმელების გულშემატკივრებს, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მკითხველებს. მე ვარ ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და დღეს ჩვენი პირდაპირი ლაივი ეძღვნება, უფრო სწორად ტარდება ბათუმელების მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში. თქვენ იცით, რომ ბათუმელებმა რამდენიმე კვირა დაიწყო ბათუმელების ონლაინ მედიის გადარჩენის კამპანია, ასე რომ ვთქვათ, და ამ კამპანიის ფარგლებში იმართება დღეს ჩვენი, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირი ეთერი. ჩვენ გვინდა რომ შემოგვიერთდეთ იმისათვის რომ თქვენი მხარდაჭერა არის ჩვენი არსებობისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თქვენ იცით რომ დღეს მედია, თავისუფალი მედია, განსაკუთრებით და კრიტიკული მედია განსაკუთრებული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დადგა. იქედან გამომდინარე რომ ქვეყანაში არაერთი რეპრესიული კანონი ამოქმედდა, რომელიც პირდაპირ მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ამ კანონების დანიშნულება და მიზანი პრინციპში არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არსებობდეს თავისუფალი მედია, აღარ არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები დარჩნენ ფაქტობრივად დაუცველი. რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა საქართველოში? იმიტომ რომ ინფორმირებული საზოგადოება არის ძლიერი საზოგადოება და თუ თავისუფალი მედია არსებობს ქვეყანაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც ვითარდება და ზოგადად მოქალაქე არის ძლიერი. ამიტომ ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა. ამიტომ ამ ჩართვის მიზანი, პირდაპირი მიზანი არის, რომ დღეს მაგალითად ბათუმელების მხარდამჭერები და ასე რომ ვთქვათ, გამომწერთა რაოდენობა გავზარდოთ. ძალიან გვინდა რომ დღეს მინიმუმ 100 მხარდამჭერი, ანუ 100 გამომწერი მაინც შევიძინოთ დღევანდელ ჩართვაში და ასევე გვინდა რომ აი ამ ჩართვის პარალელურად ბუნებრივია ჩვენი პირდაპირი მოვალეობა შევასრულოთ, რასაც ქვია ჟურნალისტიკა და ამიტომ შევეცდებით რომ სანამ ჩვენ ვართ პირდაპირ ჩართვაში, ლაივში და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და დაველოდებით თქვენს გამოხმაურებებს, თქვენს აქტიურობას, ამის პარალელურად ასევე ჩვენ ასე რომ ვთქვათ, გადავწყვიტეთ რომ გესაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე და ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიც არის განათლების რეფორმა. ვიცი რომ ეს თემა ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ მშობელს, ბავშვს, მოსწავლეს, სტუდენტს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, რადგან იცით რომ ამ სფეროში ძირეული ცვლილებები აქვს რეალურად ქართული ოცნების ხელისუფლებას დაგეგმილი. ქართული ოცნების რეფორმას, განათლების რეფორმას ბევრი კრიტიკა მოყვა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და გვინდა რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველების, ჩვენი მოქალაქეების მოსაზრებებიც მოვისმინოთ. და პარალელურად თქვენ შეგიძლიათ რომ აი ამ ლაივის ჩართვებში თქვენი კომენტარების მეშვეობით გამოგვეხმაუროთ, როგორც ბათუმელების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ასევე აი მიმდინარე თემასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვსაუბრობ და ეს არის განათლების საკითხი და მე არ ვარ დღეს მარტო ჩვენს ჩართვაში, დღეს სტუმრად მოვიწვიე პროფესიონალი ადამიანი, მასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი, ხო? ლალი არ მეშლება შენი რეგალია. ეს არის ლალი ანთიძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ასევე არის საკვირაო სკოლის დამფუძნებელი, ძალიან აქტიური სკოლა გაქვს ლალი, მე როგორც ვიცი და უამრავი ბავშვი სწავლობს ამ სკოლაში და მე როგორც ვიცი წლების განმავლობაში მუშაობდი იმაზე, რომ ბავშვებში გარკვეული ტიპის უნარები განევითარებინა ამ სკოლას. აი ამ სკოლის პარალელურად ცხადია ჩვენ ვისაუბრებთ განათლების რეფორმაზეც, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს, ბევრი კიმნეული თემა წამოწია ამ ყველაფერმა და რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ლაივ ჩართვის მეგობრებო არის ის, რომ გაიზარდოს ბათუმელების მხარდამჭერების რაოდენობა და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ იქნებით აქტიური, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს გაცნობიერებული აქვს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის არსებობა. ლალი, შენ დამეთანხმები, რომ ქვეყანაში სადაც არ არსებობს თავისუფალი მედია, რეალურად მოქალაქე არ არის დაცული. იმიტომ რომ
პროპაგანდა არასოდეს მოგიყვება იმას, არასოდეს გეტყვის სიმართლეს, არასოდეს ჩაგახედებს, ასე რომ ვთქვათ, რეალობის საქმის კურსში და არ გაჩვენებს რა ხდება სინამდვილეში შენს იერგვლივ. რა საფრთხეები გელოდება, როგორ უნდა იყო დაცული, როგორი ქვეყანა გინდა, სად უნდა ისმოდეს შენი ხმა. აი ამ ყველაფერზე გელაპარაკება სწორედ თავისუფალი მედია და გარდა ამისა, რომ ინფორმირებული ხარ ქვეყანაში, სადაც თავისუფალი მედია არსებობს. ამასთანავე შენ გაქვს როგორც მოქალაქე სივრცე, რომ ილაპარაკო შენს პრობლემაზე, შენს ტკივილზე, შენს წუხილზე, როგორც მოქალაქემ და ჩვენ ყოველთვის ამ 25 წლის მანძილზე, რაც კი ბათუმელები არსებობს, ყოველთვის ღია იყო ჩვენი ეთერი, ჩვენი პრესის ფურცლები მოქალაქეებისთვის და ყოველთვის საუბრობდით იმაზე, რაც საზოგადოებას აწუხებდა, რაც საზოგადოებისთვის იყო და არის აქტუალური და ბუნებრივია ეს მუშაობა, საზოგადოებისთვის მუშაობა, რომ ჩვენ გავაგრძელოთ როგორც ჟურნალისტებმა, როგორც თავისუფალმა მედიამ, ამისთვის არის აუცილებლად თქვენი მხარდაჭერა, მეგობრებო, საჭირო, თქვენი აქტიურობა არის საჭირო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შემოგვიერთდებით, მხარდაჭერას გამოგვიცხადებთ და გახდებით ჩვენი გამომწერი. ბათუმელების ლაივის პარალელურად კომენტარებს თუ ჩაყვებით ქვემოთ, აუცილებლად ნახავთ ბმულებს და ამ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში თქვენ აღმოჩნდებით გვერდზე, საიდანაც უკვე შეგეძლებათ რომ გახდეთ ბათუმელების გამომწერი, თქვენ შეგიძლიათ ბათუმელებს მხარი დაუჭეროთ თვეში 1 ლარიდან, ასევე არის აქ არჩევანი, თუ კი მეტი შესაძლებლობა გექნებათ. შეგიძლიათ 5 ლარითაც დაეხმაროთ, 10 ლარითაც, მისი ყოველთვიური გამომწერი გახდეთ, ან შეგიძლიათ გახდეთ, თქვათ, ერთჯერადი დონორი და ამის ინსტრუქციაც ძალიან ნათლად არის გაწერილი ამ გვერდზე. თუ თქვათ, ვერ მოახერხებთ კომენტარებიდან ჩვენს ბმულზე, აი ამ გამოწერის ბმულზე გადასვლას, მარტივი გზაც არსებობს, მაგალითად, თუ თქვენ გახსნით ბათუმელების რომელიმე ნიუს ან სტატიას, აი მასალის თავში არის ღილაკი, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ფოტოსურათით და იქვე არის დაუშვათ მინიშნება, რომ დაუჭირე მხარი ბათუმელებს და თუ დააკლიკავთ, ანუ დააწყაპუნებთ აი ამ ღილაკზე, ასე რომ ვთქვათ, შეგიძლიათ რომ ავტომატურად გადახვიდეთ ამ გვერდზე, სადაც ძალიან ნათელი ინსტრუქციაა, ასე რომ ვთქვათ, მოცემული, თუ როგორ უნდა გახდეთ ბათუმელების გამომწერი, ან ერთჯერადი გამომწერი, ან ყოველთვიური გამომწერი და თუ კი რაიმე იქნება, ვთქვათ, ტექნიკურად მაინც გაუმართავი, ან რაღაცნაირად ვერ მოახერხებთ, თუნდაც ამ ლაივის განმავლობაში, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, ჩვენი ადმინი მოგაქცევთ აუცილებლად ყურადღებას, მოინიშნავს თქვენს თითოეულ კომენტარს და ბუნებრივია ჩვენ გვექნება, ასე რომ ვთქვათ, უკავშირი აუცილებლად დაგიკავშირდებით და ყველა თქვენს პასუხზე იქნება, ასე რომ ვთქვათ, კითხვაზე იქნება პასუხი მიღებული. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ იაქტიურებთ და სანამ თქვათ, თქვენ ამ პროცესში შემოგვიერთდებით, მე მინდა რომ ჩემს სტუმართან გადავიდე, ქალბატონ ლალისთან მინდა გადავიდე და ვისაუბროთ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ჩვენი განათლების სისტემაში ხდება, ქალბატონო ლალი. ამ დღეებში მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახავდით ალბათ, ხო? განათლების მინისტრის გივი მიქანაძის სატელევიზიო, ასე რომ ვთქვათ, გამოსვლა, სადაც ის საუბრობდა, თუ როგორი იქნება ახალი სახელმძღვანელოების სკოლაში. თქვენ იცით, რომ თითქმის მთელი წელია, უფრო სწორად წელიწადზე მეტია, მასწავლებლები, მშობლები, განათლების სპეციალისტები მაგალითად, სვამენ კითხვას, რომ რა სახელმძღვანელოებს წერთ. ბოლოს და ბოლოს გვაჩვენეთ, რა იქნება ამ სახელმძღვანელოში, რა შინაარსი ექნება, ვინ მუშაობს, მასწავლებელი მუშაობს, სპეციალისტი მუშაობს, არასპეციალისტი მუშაობს. გვაჩვენეთ, მაგრამ დუმილია სამინისტროს მხრიდან, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და მე ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ სპეციალისტს ვესაუბრე. მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სახელმძღვანელოზე მუშაობის გამოცდილება და ყველა ამბობდა, რომ არ ვიცით რა ხდება. არ ვიცით ვინ გვიწერს წიგნებს, არ ვიცით რა დაგხვდება სექტემბერში და საერთოდ არ ვიცით რა თემები დაგხვდება და მასწავლებლებმა როგორ უნდა ვიმუშაოთ სექტემბერში, როდესაც სკოლაში მივალთ. და აი გუშინ გამოვიდა მიქანაძე და ერთადერთი რაც საზოგადოებამ გაიგო, იყო ის, რომ აპირებენ გამოუცვალონ სახელმძღვანელოებს ყდები.
და თქვა რომ აი მაგალითად ეროვნული იდენტობა უნდა წამოვწიოთ განათლების სისტემაშიო და ეროვნული იდენტობის წამოწევა ახსნა ასე რომ აი მაგალითად ქიმიის სახელმძღვანელოზე ჩვენ დავახატავთ ღვინის დაწურვის პროცესს, ასე თქვა პირდაპირ ასახული იქნება ღვინის წურვა. ხო და ესო არისო ქიმიური რეაქციაო თვითონ ღვინის დაყენებაო და დაეხმარებაო მოსწავლეებს რომ ქიმია კარგად ისწავლონო და მართლა მაინტერესებს ღვინის წურის პროცესი ყდაზე დაეხმარება ბავშვებს ქიმიის შესწავლაში. თქვენ როგორ ფიქრობთ? მიკროფონს გადმოგაწოდებ რომ ხმა არ დაიკარგოს და მოვისმენთ თქვენს სიამოვნებით. ვისარგებლებ შემთხვევით ლელა და ჯერ დავიწყებ იმით რომ მინდა მადლიერება გამოვხატო რომ მერგო პატივი რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი აქციის ერთ-ერთი სტუმარი ვარ და მინდა რომ მოუწოდო ჩემს მეგობრებს ადამიანებს ვინც რაღაცნაირად ჩემს თანამოაზრეებად მიმაჩნია რომ გახდნენ გაზეთ ბათუმელების გამომწერები და ორი დავალება გვაქვს სულ რა თქმა უნდა თუ სურვილი იქნება ერთი რომ უნდა გამოიწეროთ ბათუმელები და მეორე უნდა განახორციელოთ დონაცია იმიტომ რომ ბათუმელები ეს არის აბსოლუტურად სახალხო პროექტი გახდა მას შემდეგ რაც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ესეთ უსამართლოდ აღმოჩნდა ციხეში და მე ვთვლი რომ აი ყველაზე პრინციპში პოლიტპატიმრობას ხარისხი არა აქვს მაგრამ ის არის სისტემის პატიმარი და მგონია რომ ჩვენ ბათუმელებს და არა მხოლოდ ბათუმელებს უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოებას არა გვაქვს უფლება რომ მანამ სანამ მზია ციხეშია და სანამ მზია გარეთ გამოვა აი ყველას გვაქვს იმისი განცდები რომ მზია რო გარეთ გამოვა ბათუმელების და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაადო ბათუმელების თითოეულმა რედაქტორმა თითოეულმა თანამშრომელმა მიუხედავად ამისა მზიას არ ყოფნა დღეს მათ გვერდით არის ძალიან დიდი დანაკლისი და მე მინდა რომ რაღაცა ინიციატივა მინდა გამოვხატო იმისი რომ აი ის ფაქტი რომ მზია დღეს აქ არ არის ბათუმელებში არ მუშაობს და მისი ხმა არ ისმის ასე აქტიურად ეს დავაბალანსოთ ჩვენი აქტიურობით და მე მგონია რომ რაღაცნაირად ბათუმელებისთვის და ზოგადად აჭარლებისთვის ღირსების საკითხი არის ის რომ ბათუმელებს არ უნდა შეექმნას ფინანსური პრობლემა და ყოველთვის გამოჩნდება რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში მე ვიცი რომ კითხველი დაეხმარა ამჯერად რომ ინკასო მოეხსნა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ და ამის შემდეგ კითხველი რამდენჯერაც დამირეკავს არასოდეს არ მეტყვი რომ ეხა დაკავებული ვარ და მე დამირეკე და ყოველთვის ვისარგებლებ ამ ადამიანების სერვისით იმიტომ რომ დავწმუნდი რომ ესენი არიან ადამიანები რომელიც სწორ პოზიციაზე დგანან და მინდა რომ აი ეს სწორ პოზიციაზე მდგომი ხალხი იყოს ჩემს გვერდითაც რაც შეეხება ამ ზოგადად ჟურნალისტიკის მნიშვნელობას ალბათ ძალიან ბანალური იქნება თუ ვიტყვით რომ ჟურნალისტიკა თანამედროვე ჟურნალისტიკა ეს არის ისტორიოგრაფიის ჩამნაცვლებელი ხო და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება აი ტრადიციულად საქართველოში სულ ასე იყო რომ აი ხელისუფლება მეფეების ისტორიები იწერებოდა და აი ქართლის ცხოვრებასაც თუ გადახედავთ აი უბრალო ადამიანების ცხოვრება იშვიათად თუ გამოკრთება თვითონ ქართლის ცხოვრების ფურცლებზეც და მედია სწორედ ამას აკეთებს თავისუფალი მედია რომ მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციიდან არ განიხილება ესა თუ ის ფაქტი და ესა თუ ის მოვლენა და ეს იმდენად მნიშვნელოვანი ამბავი მგონია რომ ადამიანი შეუძლებელია თან მით უმეტეს როდესაც ადამიანი მოაზროვნეა აი მოაზროვნე და ხელოვანი ხო პრინციპში ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს შეიძლება ხელოვანი არ იყო მაგრამ მოაზროვნე იყო ხო და ეს არის ტიპი ადამიანისა რომელიც ვერასდროს ვერ ჩაჯდება სტანდარტებში და ესენი არიან აი მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის არიან მეამბოხეები და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ აი სამყაროში არაფერი არ არის იდეალური ხო და შეუძლებელია რომ რაც არ უნდა კარგი ხელისუფლება გყავდეს რაც არ უნდა ეროვნული ღირებულებების გამტარებელი გყავდეს რაც არ უნდა კარგი სკოლა გქონდეს კარგი მასწავლებლები გყავდეს კარგი უნივერსიტეტი გქონდეს ყოველთვის ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს უკეთესისკენ ხო თუ კი
ეს ტენდენცია დაიკარგება და ეს ტენდენცია რო არ ყოფილიყო ყოველთვის განვითარებაზე ორიენტირება კაცობრიობა გამოქვაბულიდან ცხვირსაც ვერ გამოყოფდა ხო ამიტომაც არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ მოწონება რაღაცის იმას არ ნიშნავს რომ მტერი ხარ არ მოწონება ნიშნავს რომ გინდა რომ უკეთესი გააკეთო გინდა რომ წინ წახვიდე გინდა რომ განვითარდე რა ძალსახად ანუ ხანდახან არის რომ აი ესეც მე მგონია რომ რაღაცნაირად აი ეს დოგმატიზმი აზროვნებაში არის სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ეს საბჭოთა გადმონაშთია, როდესაც თუ კი ადამიანი არ გეთანხმება რაღაცაში, ის უკვე მტერია, ხო? და ეს ის ტენდენციებია, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ცხადად და მკვეთრად ჩანს. ან მეორე ვარიანტია, რომ შეიძლება ცდილობენ რომ ასე გვაჩვენონ და ამიტომაც არის საჭირო არასახელისუფლებო მედიები, რომ სწორი ტენდენციები გამოჩნდეს, ის ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, მაგრამ განსხვავებულად რო ფიქრობ, ეს იმას ანიშნავს, რომ მე ვიღაცის მტერი ვარ, მე რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ფუნქციონერის მტერი ვარ, არა? და აი ამისათვის არის საჭირო ჟურნალისტიკა. ამისათვის არის საჭირო ბათუმისთვის, ბათუმელები თან ძალიან სიმბოლური სახელი ქვია, თან ეს არის ონლაინ, ნუ ახლა არის ონლაინ მედია, თავის დროზე მედია საშუალება, რომელიც ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული არის ბათუმში და ნდობის ძალიან დიდი ხარისხი აქვს. ის ადამიანებიც კი ვინც შეიძლება იყოს თქვა კრიტიკულად იყოს ბათუმელების მიმართ განწყობილი, ეს ადამიანებიც კი ვერ უარყოფენ ბათუმელების გასაოცარ ობიექტურობას, მოვლენების გაშუქების დროს კორექტულობას. მე არასოდეს არ მინახავს, რომ ამ გაზეთს ან ეტიკეტის ფორმები დაერღვეს, არასოდეს არაეთიკური მიმართვები აქ არ გაჟღერებულა. თუ კი კრიტიკა ისმის, ეს კრიტიკა არის კონსტრუქციული ფაქტებზე დაფუძნებული, ანუ გაჩვენებს პრობლემას მისეს და აქედან გამომდინარე გელაპარაკება იმაზე თუ რა პრობლემა არის ადამიანების თავზე. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ბათუმელების მიერ გაშუქებული სიუჟეტებით, ბათუმელებში გაჟღერებული პრობლემის შემდეგ ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის პრობლემა გადაწყვეტილა და გადაჭრილა სასიკეთოდ. ამიტომ აი რაღაცერად ეს ისეთი ვალი გვაქვს ჩვენ ბათუმელებს, რომ უნდა ჩვენ ბათუმელებმა ონლაინ მედია ბათუმელებს ეს ვალი უნდა გადაუხადოთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთმანეთი. ზოგადადაც ბათუმელებს გვჭირდება ერთმანეთი. და აი ასეთი გაჭირვების ჟამს ყოველთვის გვაქვს, ეს ხო მუდმივი ჩვენი ტრადიციაა, ხო? როდესაც ნათესავს უჭირს, ახლობელს უჭირს, მეგობარს უჭირს, ყოველთვის მის გვერდით დგავართ თუ სიტყვით, თუ ფინანსური დახმარებით, ხო? და მგონია, რომ ეს ძალიან კაი აქცია იქნება და თან ძალიან სიმბოლური, რომ ბათუმელები ისევ ბათუმელებმა უნდა დავაფინანსოთ. ხო, ძალიან დიდი მადლობა ლალი, რომ ასე ხედავ თავისუფალი პრესის მნიშვნელობას და მადლობა იმისთვის, რომ სხვაცაც მოუწოდებ ჩვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ ჩვენი გამომწერები, მხარდამჭერები. 25 წელია, ხო, 25 წელია, რაც ბათუმელები ვარსებობთ. ჯერ ვიყავით ბეჭდური მედია, ბევრს ემახსოვრება, შემდეგ რა თქმა უნდა შეიცვალა დრო, გაციფრულდა ასე რომ თქვა სამყარო და ონლაინ მედიად გადავკეთდით. ამ დროის განმავლობაში არაერთი სირთულე გადაიტანა ჩვენმა მედიამ და ყოველთვის გვიწევდა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობა და არაერთი გამოწვევის წინაშე ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, თუმცა არასოდეს გვითქვამს უარი რომ ყოფილიყავით საზოგადოებასთან და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ყოფილიყავით, მათი პრობლემები, მათი მნიშვნელოვანი საკითხები და მათი ცხოვრება გაგვეშუქებინა და გვეჩვენებინა. მე მგონი ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ჯგუფი, იქნება სოციალური ჯგუფები თუ სხვა ჯგუფები, ვისი ხმაც არ გაჟღერებულა ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენს მედიაში და სწორედ ამიტომ გვინდა რომ ვიარსებოთ ისევ საზოგადოებისთვის, თქვენთვის მეგობრებო და თქვენ ხართ ამ შემთხვევაში ჩვენი იმედი და
ჩვენც ვართ რეალურად თქვენი იმედი და ამიტომაც შეგახსენებთ რომ შემოგვიერთდით, მხარი დაგვიჭირეთ, გამოიწერეთ ბათუმელები და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით რომ კომენტარებში თქვენ ნახავთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ დააკლიკოთ, გადახვიდეთ გამოწერის გვერდზე და იქ მიყვეთ კონკრეტულ ინსტრუქციას და გახდეთ ბათუმელების გამომწერი. თვეში 1 ლარიდან 5 ლარით შეგიძლიათ აირჩიოთ, 10 ლარის და ასე შემდეგ და ასევე შეგიძლიათ რომ გახდეთ ერთჯერადი დონორი. ეხლა კი ისევ ლალისთან გავაგრძელებ საუბარს და მე იმედი მაქვს რომ დღეს ჩვენ 100 გამომწერით გავიზრდებით, ასე რომ ვთქვათ, მინიმუმ 100 გამომწერი მაინც თუ შემოგვიერთდება დღეს ჩვენთვის ეს იქნება ძალიან დიდი мотивация და სტიმული. და ლალი ისევ დაგიბრუნდებით სახელმძღვანელოების თემაზე ვსაუბრობდით და რომ მითხრათ რომ რა არის ის, რაზეც საუბრობენ. მოდი ყდებიდან დავიწყოთ, რახან ეს ყდების თემა გახდა ზოგისთვის სახუმარო, ზოგმა, რა ვიცი, იუმორისტული ვიდეოებიც გააკეთა, ზოგისთვის ქილიკის თემა, ზოგისთვის შეშფოთების თემა. თქვენთვის რა ტიპის თემაა ეს, რასაც ვისმენთ, თუნდაც სკოლებთან და ინსრულებებთან დაკავშირებით, რაც უნდათ რომ ჩაანაცვლონ, რა არის ეს? მართალი გითხრათ სასკოლო რეფორმაზე საუბარი, აიცი ყდებიდან არ მინდოდა დამეწყო, მაგრამ რახან ყდაზე მიდგა საქმე, საერთოდ ბუნებით ესთეტი ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყდას, მართალი გითხრათ, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია ყდა. რასაც თავაზობდნენ, ეს მაინტერესებდა რომ ის მიზანია რეალურად ჩაიფიქრეს. ხო, რაღაცნაირად როცა ასეთი ტიპის რეფორმაზე არის საუბარი, მართალი გითხრათ, ხა ყდის დიზაინს რეფორმის კატეგორიას ვერც მივაწერთ, არა, რეფორმა არის რაღაც ფუნდამენტური და რაღაც აფუძვლიანი ცვლილება, ხო, ხა ყდა თუ შეიცვლება, თუნდაც სახელმძღვანელო რო შეიცვალოს, ესეც არ არის რეფორმა. სახელმძღვანელოს შეცვლაც კი არ არის რეფორმა, იმიტომ რომ არა თუ რეფორმა, არამედ სახელმძღვანელო შეცვლა უნდა არის მუდმივი პროცესი. ვიცით რომ როდესაც იაკობ გოგებაშვილმა დედაენა გამოსცა, სადღაც 20 რედაქცია გამოიცა მის სიცოცხლეშივე და ყველა რედაქცია ცვლილებებით იყო და ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ განათლება ეს არის ცოცხალი პროცესი და იქ მუდმივად უნდა იცვლებოდეს რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც საუბრობთ ცვლილებებზე, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. ერთი არის მიზანი, ანუ რა მიზანს ემსახურება ეს ცვლილება და მართალი გითხრათ, აი ყდიდან არ ველოდი, თორე ყდის წინააღმდეგი ნამდვილად არა ვარ, ძალიან კარგი მართლაც ღვინო არის ქიმიური პროცესი, რატომაც არა. და მე ძალიან ამაყი ვიყავი, მახსოვს სოციალურ ქსელში გავაზიარე კიდეც, როდესაც 8000 სიმბოლურ 8000 ევროიანზე ევროკავშირმა ქართული ღვინის წარმოება გამოსახა, ქართული ქვევრი, წარწერა შენ ხარ ვენახი და მართალი გითხრათ, ცრემლებიც კი მომადგა მაშინ, რომ და ახლაც ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ, როცა ვიხსენებ ამას ძალიან ჩემში იწვევს ემოციას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აი ზუსტად კარგ და სწორ წერტილს დააფიქსირა. სიტყვა, გარდა ამისა, სიტყვა ღვინო, თვითონ სიტყვა ლათინურში ქართულიდან არის გადასული, ვერბალურადაც ჩვენი არის თავიდან ბოლომდე, არა მხოლოდ ტექნოლოგია, არქეოლოგიამაც იგივეა ჩვენა, ლინგვისტიკამ იგივეა ჩვენა და ტრადიციებიც ხო ამას აჩვენებს, არა? კი, რატომაც არა იყოს ღვინის წარმოება და თუ კი ადამიანი ღვინის წარმოებით დაინტერესდება ქიმიის პროცესებზე და ზოგადად ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი არ მაქვს. აქ საუბარი არის იმაზე, ამ სახელმძღვანელოს შიგნით რა იქნება და რა შინაარს იქნება. თუ ეს ყდა გამოსახავს იმას, რომ თითოეული გაკვეთილი ასე კონკრეტულ გამოწვევაზე იქნება ორიენტირებული, ხო ვთქვათ, თითოეული თავი ან თითოეული პუნქტი იქნება ისეთი ცოცხალი, რომ აი როგორც ღვინო გვეხება, ვთქვათ, როგორც რაღაცა ტიპის ეროვნული ღირებულება, ხო? და
საქმე ის არის რომ რაღაცერად აი ამ ფორმალურ და ფსევდოპატრიოტულ რაღაცებს ვაფიშირებთ და არა შინაარსობრივ მხარესაც ცოტა ეს მაწუხებს თორე თუ კი ეს მართლა ფუნდამენტურად იქნება და მართლა მეცნიერების დონეზე იქნება გაკეთებული რატომაც არა რატომაც არ უნდა იყოს მაგალითად რატომაც არ უნდა ისწავლოს ბავშვმა ქიმიაში თქვათ იგივე ყველის წარმოება თქვათ რა პროცესებთან არის დაკავშირებული ეს ძალიან კარგია თუ კი ასეთ კონკრეტულ არა, როდესაც არა იცით, როდესაც აი მაგალითად ბავშვი რაღაცას სწავლობს, თქვათ იგივე ქიმია იქნება, ფიზიკა იქნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერების ნებისმიერი სფერო. მე მოსწავლეები ხშირად მისვამენ კითხვას, აი ასე რაში დამჭირდება? აი მაგალითად რაში მჭირდება ნივთიერების ვალენტობის ცოდნა? თქვათ, ხო? ანუ თუ კი ბავშვს ამას იმ დონეზე აწოდებ, რომ შენ აი იმიტომ დაგჭირდება რომ შენ გეცოდინება პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა, შენ გეცოდინება თქვათ ეკოსისტემის ქიმიურ აღგებულებას შორის კავშირები და შენ გექნება აქედან გამომდინარე სამყაროს შესახებ ცოდნა, რატომაც არა, თუ კი აი ასეთ ფიქსირებულ და კონკრეტულ პრობლემას მივაბავთ იმ თემას, რომელიც მერე ბავშვმა უნდა ისწავლოს. პირიქით, მე პირადად ვთვლი, რომ როცა ბავშვი კითხვას სვავს, აი ეს რატო უნდა ვისწავლო, აქ სწორედ მოიკოჭლებს პედაგოგიკა, რომ ბავშვმა თავიდანვე არ იცის რა სწავლობს და იმას, რასაც სწავლობს, რაში გამოიყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ილუსტრაცია დახტა რაღაც კონკრეტული პროცესის, ხო, ბავშვს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ქართული ხორბლის ჯიშები ასევე გვაქვს ისეთი ტიპის ჯიშები, რომელიც არის უნიკალური და აი ამ ჯიშების ილუსტრაციაც იქნება ერთ-ერთ წიგნზე გამოსახული. კი ბატონო, თქვა, წაიკითხა, რომ ნუ გვაქვს ამდენი სახეობის ჯიში და ასე შემდეგ. აი იმის იქეთ, თქვა, რას მისცემს განათლების სისტემა? ბავშვი დაინტერესდება ვთქვათ იმით რომ აი პურთან დაკავშირებით თქვა წარმოება დააინტერესებს, მისი მოყვანა, რეალიზაციის პროცესი, მისი ქიმიური შემადგენლობა თუ ანუ განვითარება, გაგრძელება როგორი უნდა იყოს ამ პროცესების. მხოლოდ ის რომ რაღაც ზედაპირული ილუსტრაციების გამოფენა მოხდება, რაღაც ალბომივით იქნება, რომ ვიზუალური ინფორმაცია მიიღოს ბავშვმა თუ ხო, ცოტა რთული ამაზე საუბარი, იმიტომ რომ კონტენტი ჩვენ არ ვიცით, ხო? შიგნით რა შეიტანენ, რაში თავსი ექნება. ამ სახელმძღვანელობს ჯერჯერობით არავინ არ იცის და მე მგონი მაინც ამიტომ გვიწევს ზედაპირული საუბარი, მაგრამ საუბრობთ იქედან გამომდინარე რა ინფორმაციასაც აწვდიან საზოგადოებას, ხო? და ეს მაინტერესებდა რომ ამას როგორ იცით რა ერთი საინტერესო რაღაც თქვა რომ აი ისტორიის სახელმძღვანელოებზე იყო მე მგონი საუბარი, იმიტომ რომ ასე გავიგე მე რომ 500 ხუროთმოძღვრული ძეგლთან დაკავშირებით ილუსტრაციები იქნება შეტანილი. ეხლა ეს როგორ უნდა გავიგო, რომ ეს 500 ილუსტრაცია ერთ წიგნში იქნება, ერთ სახელმძღვანელოში, თუ 500 ხუროთმოძღვრული ძეგლი და რაღაც სამუზეუმო ექსპონატებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ერთად იქნება შეყრილი, რა სურათს ვიღებთ? ანუ ბავშვი ამას რო დახედავს ამ ყველაფერს რა ემართება? საქმე ის გახლავთ, რომ აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ნებისმიერი რეფორმის, რასაც ეს ბოლო ხანები აჟღერებს განათლების სამინისტრო. იცით როგორ არის? ინფორმაცია არის რაღაც ინტერვიუების დონეზე, რაღაც დისკრეტული კომენტარების დონეზე და ჩვენ არა გვაქვს საერთო მკაფიო სურათი და მე გამოვდივართ და ვსაუბრობთ რო აი და როგორი უნდა იყოს ეს და ეს ცოტათი სასაცილოთაც გამოვიყურებით მე, იმიტომ რომ როდესაც განათლების რეფორმაზე არის საუბარი, აი ესეთი სერიოზული აი ყდის იქეთ რომ ვეღარ მივდივართ, ეს ცოტა უცნაური არის, უხერხულიც არის და ხო, თან და მე რა არის იცით, ჩემთვის ცოტა უხერხული, მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც უმაღლესი განათლების რეფორმა დაანონსეს იმ 4-გვერდიანი დოკუმენტიდან, რისი თქმაც შეიძლებოდა რაღაც ჩემი აზრი გამოთქვი და მე დაიწყოს, იცი რა, ეს არ გვიგულისხმია, ის ვიგულისხმია, იცი კანონი არ არის მხატვრული ლიტერატურა, რომ ვისაც რა უნდა ის გაიგოს და ის ინტერპრეტაცია ჩართოს, ხო? და რაღაცა მისეული ის შეიტანოს გაგებები. კანონი არის დოკუმენტი, ცალსახა, სადაც იწერება კონკრეტულად რა უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს.
და ჩვენ ამას ხო ვერ ვხედავთ და რაღაცნაირად ესეთი განცდა მიჩნდება, რომ აი ეტაპობრივად გზადაგზა აი საზოგადოება რაზეც ატეხავს აჟიოტაჟს, რაღაცნაირად თითქოს იმას უპასუხებენ და რაღაც ერთი ბარტყის გადმოგდების პრინციპით და რაღაცა ცოტათი დამღლელია. თან ძალიან, მაგრამ მეორე მხრივ ალბათ გვაფხიზლებს კიდე. ცხოვრო მუდმივად უნდა შეფარული ვიყოთ. ხო. ამოგლეჯილი რაღაც ეპიზოდებით ამსჯელებენ საზოგადოებას. თუ რა არის ეს საერთოდ რა მიდგომა თქვენი? მართალი გითხრათ, აი სწორედ ამით მიდოდა დამეწყო, როდესაც რეფორმაზე ვსაუბრობთ, რეფორმა არის განათლების სისტემა თვითონ თავისი შინაარსით და არსით არის კონსერვატიული. ძალიან ძნელად ინგრევა, ძალიან ძნელად იცვლება. აი ილია ჭავჭავაძის პედაგოგიის საფუძვლები, აი ესეთი ის აქვს სერია აქვს ილია ჭავჭავაძეს პედაგოგიკაზე მისი პუბლიკაციების და ასეთ რაღაცას ამბობს, რომ მე-19 საუკუნე სრულდებაო და ჯერ კიდე საშუალ საუკუნეებშიო წერდნენ ჭკვიანი კაცებიო, რომ განათლებაო შესაძლებელიაო და ჩვენო აგერო მე-19 საუკუნე მთავრდებაო და კიდე ვერაფერი ვერ შეგვიძლიაო. ილია ჭავჭავაძე წერდა, წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის ბოლოს. და ისიც თანამედროვეობაში, რა ვიცი, ილონ მასკი რო გავიხსენოთ, რო კითხეს, რომ აი რა განათლება ხო არის, ნუ ის რა გეგმებიც არის, თუნდაც მარსის კოლონიზაცია, ამას ხო ჭირდება შესაბამისი განათლება, შესაბამისი სპეციალისტების, შესაბამისი ადამიანების მომზადება. და რაღაცა ისეთი აღმოხდა, რომ მარსის კოლონიზაცია უფრო იოლია, ვიდრე განათლების სისტემის შეცვლა დედამიწაზეო და წარმოიდგინეთ ახლა, რომ ობიექტურად მოდი ასე ვთქვათ, ობიექტურად არის კონსერვატიული, ობიექტურად არის რთულად ცვალებადი, საერთოდ მედეგია ეს სისტემა. ეს თუ რატო არის, ერთი სტატია მაქვს ამაზე დაწერილი, რა იწვევს ამას, რომ რატო ვერ ვცვლით ბოლოს და ბოლოს ამ განათლების სისტემებს, რა არის ამის მიზეზი და მიზეზი შეიძლება იყოს ობიექტური და შეიძლება იყოს სუბიექტური. ობიექტური მიზეზებიც არის, იცით, რატომაც ვერ იცვლება ეს ასე სწრაფად. ეს თავისთავად ამბავი. მეორე არის ის, რომ როდესაც რაღაცა ცვლილებას შეიტან, ხო მით უმეტეს როცა სასკოლო ცვლილებებზე არის, სასკოლო სისტემის ცვლილებებზე არის საუბარი. თუ გინდა რომ გაზომო შედეგები ამ ცვლილებების, ამას მინიმუმ 12 წლიანი ციკლი სჭირდება. ანუ შუა გზაში შეუძლებელია მიხვდე, რომ რეფორმა თუ კარგად და სწორად არის გააზრებული, რეფორმამ იმუშავა თუ არა. თუმცა კი შეიძლება რაღაცა ნიშნები გამოჩნდეს, რომ ვერ იმუშავა, მაგრამ მაშინ, როდესაც თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დაანონსებული იყო ახალი სკოლის მოდელი, ხო, რომ ეს 12 წლიან სწავლებაზე იყო გათვლილი, სახელმწიფოებრივ ინტეგრირებულ სწავლებაზე იყო გათვლილი, ეს რაღაც უფრო მეტად ემპირიული პედალირება იყო, აი ემპირიულ ცოდნაზე, ანუ პრაგმატულ დამოკიდებულებაზე ცოდნასთან, ანუ ერთი არის, როდესაც თეორიული ცოდნა გაქვს, მაგრამ მეორე არის, როგორ ახერხებ ამ ცოდნის იმპლემენტაციას, თქვათ, ცხოვრებაში, ხო? თუ კი ასე შევხედავთ, მაშინ ბოლომდე უნდა მიიყვანო, ხო ის რა. მაშინ თუ ნახეთ ახლა როგორ არის, თუ იმ ახალი სკოლის მოდელმა არ იმუშავა, მაშინ ანალიტიკა უნდა გაკეთდეს ამის, ხო, რატო არ იმუშავა და რატო ვცვლით. ხო, ეხლა არავინ, ეხლა ახალი რეფორმა დაიწყო და არავინ არ ამბობს, არც ლაპარაკობენ რა იყო ის ახალი სკოლის მოდელი, საერთოდ და მე მგონი რომ ვერ დანერგეს. ეხლა მე რასაც უყურებ, თქო, თავისთავად ძალიან კარგი კონცეფცია იყო, მე მომწონს, მაგრამ ვერ დაინერგა. აი თქვენ თქვით რომ არც კი გვითხრეს რატო იწყება ეს ცვლილებები, ხო? ერთადერთი მაგალითად რაც მოვისმინეთ ის იყო რომ უნდათ თითქოს რომ ანუ პირდაპირ თქვენს რა ჯერ კობახიძემ თქვა რომ უნდა გაათავისუფლო მთელი განათლების სისტემა ლიბერალური ღირებულებებისაგან და შემოიტანონ ეროვნული ღირებულებები. მე მგონია რომ ეს არის манипуляция, იმიტომ რომ ილაპარაკო ეროვნულ ღირებულებებზე და თქვა რომ ეროვნული ღირებულებები არ არის ჩვენი ქართული ეროვნული ღირებულებები, რაც თუნდაც განსაზღვრავს ჩვენ ეროვნულ იდენტობას ლიბერალური, მე ამას არ ვეთანხმები. მგონია რომ ქართული ღირებულებებიც არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები ლიბერალური ღირებულებების გარეშე უბრალოდ მე ვერ წარმომიდგენია. და სანამ ეხლა უბრალოდ კითხვაზე, მორი კითხვაზე გადავალ, მინდა რომ
ვინც ბათუმელების ჩართვას ახლა შემოუერთით მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი ჩართვის მიზანი არის რომ გაიზარდოს ბათუმელების მხარდამჭერთა რიცხვი, ეს ლაივ ჩართვა ხორციელდება ბათუმელების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და ჩვენი მიზანია რომ მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება გახდეს ბათუმელების უფრო აქტიური მხარდამჭერი, თქვენს თანადგომას, რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნამდვილად გრძნობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი როგორც მედიის თანადგომასაც თქვენ ხედავდით ამ წლების განმავლობაში, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასოდეს ასე რომ ვთქვათ დაგვიყენებია ასე რომ ვთქვათ მხარდაჭერის საკითხი, ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობთ, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ეს არ დაგვჭირვებია და ეს საჭიროებას დღეს გამოიწვია იმ რეპრესიულმა კანონებმა, იმ პოლიტიკამ, რომელსაც დღეს არსებული პოლიტიკური ძალა ახორციელებს ასე რომ ვთქვათ, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და თქვენ იცით, რომ ყველა ის რეპრესიული კანონი, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში შეიქმნა, ფაქტობრივად აუქმებს ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობას. და სწორედ აი ამ გარემოში გვიწევს დღეს ჩვენ გადარჩენისთვის ბრძოლა. და ეს გადარჩენისთვის ბრძოლაც გვჭირდება საზოგადოებისთვის, თქვენთვის მეგობრებო, იმიტომ რომ მე ასე მიმაჩნია როგორც ჟურნალისტს, რომელიც ამდენი წელია ამ მედიაში ვარ და ჩემს გამოცემასაც ასე მიაჩნია, რომ თუ გვინდა რომ გქონდეს დემოკრატიული ქვეყანა, გქონდეს დემოკრატიული ღირებულებები ამ ქვეყანაში, თუ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ვევწყვეტდეთ საზოგადოება, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორ გარემოში გვინდა ვიცხოვროთ, როგორი განათლება გვინდა გქონდეს ჩვენ შვილებს, როგორი ჯანდაცვის სისტემა გვინდა რომ გქონდეს, როგორი გვინდა რომ იყოს ინფრასტრუქტურა, რა ვიცი, თუნდაც პარკები, სკვერები და ჩვენი ქალაქი ზოგადად როგორ იყოს მოწყობილი, ამ ყველაფერს უნდა ვწყვეტდეს ჩვენ თავისუფალი საზოგადოება. და თუ თავისუფალი საზოგადოება არ ეყოლება ამ ქვეყანას, მე მგონია რომ ეს ქვეყანა მაშინ ვერ განვითარდება და ჩვენ ყველას ერთად გვინდა რომ საქართველო აუცილებლად განვითარდეს, იყოს წარმატებული ევროპული ქვეყანა და რა ვიცი, ბედნიერად ვიცხოვროთ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რა ქარტეხილები გამოიარა ჩვენმა თაობამაც, წინათაობამაც, იმის წინათაობამაც და ბოლოს და ბოლოს გვინდა რომ ეს ქვეყანა გავდეს ნამდვილ სახელმწიფოს, იყოს თავისუფალი საზოგადოებების ქვეყანა და ამიტომაც გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება, რაც უფრო მეტი ასე რომ ვთქვათ ადამიანი იქნება ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენც ვიარსებებთ, გავაგრძელებთ მუშაობას თქვენთვის და ბუნებრივია ჩვენი არსებობა ნიშნავს თქვენს კარგად ყოფნას. მე ასე მგონია. ამიტომაც გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ბათუმელები, გახდეთ ჩვენი მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან და ასევე თუნდაც ერთჯერადი შემოწირვაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ კი მეტი შესაძლებლობა არ გაქვთ, იმიტომ რომ მესმის რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ამ არსებულმა რეპრესიულმა კანონებმა ცხადია ძალიან ბევრი ადამიანის გატეხა, ასე რომ ვთქვათ, სოციალურად ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს 5,000 ლარით აჯარიმებენ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული ქვეყანაში და აი მოქალაქეები ასე რომ ვთქვათ ხუმრო, აი მწარე სიმართლეო რო იტყვია, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ჯარიმა გვხდება, ამბობენ ადამიანები და ბუნებრივია ამ ყველაფერმა საზოგადოება დაასუსტა ფინანსურად, ეკონომიკურად და მე მესმის რომ შეიძლება ადამიანს არ ქონდეს 1 ლარიც, მაგრამ ცალკე რო ავიღოთ, ის 1 ლარიც პრინციპში არაფერს არ ნიშნავს. შეიძლება პურით ვერ იყიდო ადამიანმა დღეს, ხო ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში ამ 1 ლარით, ამიტომ თქვენი თანადგომა თუნდაც თვეში ამ 1 ლარით იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ გავაგრძელოთ მუშაობა, იმისთვის რომ შეგვეძლოს ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა იმისთვის რომ თქვენი ხმა ისმოდეს ჩვენს მედიაში და თქვენ ყავდეთ მხარდამჭერი, როცა თქვენს უფლებებს ვინმე დაარღვევს, თუ კი ეს მოხდება, თქვენ გქონდეთ მისასვლელი, თქვენ გქონდეთ სივრცე, თქვენს პრობლემაზე სასაუბროთ, თქვენს ტკივილზე სასაუბროთ და გეგულებოდეთ მხარდამჭერი, როგორც
ჩვენ გვეგულებით თქვენ ჩვენს მხარდამჭერად, ასევე თქვენ უნდა გეგულებოდეთ ბათუმელები თქვენს მხარდამჭერად. ამიტომ კომენტარებში აუცილებლად ნახავთ თქვენ ბმულს, სადაც შეგიძლიათ დაკლიკოთ, გადახვიდეთ გვერდზე და გამოიწეროთ ბათუმელები. ლალი ისევ დაგიბრუნდები, საუბრობდით რაზე? ლიბერალიზმზე და პატრიოტიზმზე. აი, ხო, ნახეთ ეს კაცი ისევ კი, ნახე, ეს მიქანაზე ამბობს, ისევ ყდებს უნდა მივადგე. იმიტომ რომ ამბობს რომ თანო ერთ გვერდზეო ილია ჭავჭავაძე უნდა დავახატოთო და მეორე გვერდზეო რაღაცა თან ამბობს რომ ლიბერალიზმი უნდა ამოვზირკვოთო ჩვენი განათლების სისტემიდანო და არ მესმის ანუ ვიცით რომ ილია იყო ყველაზე დიდი ლიბერალი ასე რომ თქვათ ამ ქვეყნის გულშემატკივარი და თუ კი ლიბერალებს ძირკვავენ მაშინ ილიას როგორ ახატავენ სახელმწიფოს ყდაზე ეს ამბავი როგორ არის ერთმანეთთან ხო ლოგიკაში როგორ მოდის ხო რაც შეეხება ამ ცნებების დაპირისპირებას მეც მართალი გითხრათ აი ძანგულზე მომხდა ეგ რომ მივდივართ ილიას გზით და ამ დროს პატრიოტულ ღირებულებებს უპირისპირებთ ლიბერალიზმს ხო ილია ჭავჭავაძე იყო კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი ის იცნობდა პრაგმატიზმის თეორიას, ის იცნობდა ადამ სმიტის ეკონომიკურ თეორიას, ის იცნობდა ჯონ ლოკის ფილოსოფიურ კონცეფციას და პირდაპირ იყო აი ამ სამი ფილოსოფიური კონცეფციის გაერთიანება რაც არის ანუ კლასიკური ლიბერალიზმი, აი ამ კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენელი. თან არის იცით ხანდახან ადამიანები, როდესაც რაღაც გარემო უწყობს ხელს, შეიძლება რომ ადამიანის სოფხედველობა ჩამოყალიბდეს სტიქიურად, ისე რომ ამაზე ნაფიქრიც არ გქონდეს, ხო, როგორ გეყალიბდნენ, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს აბსოლუტურად და თავიდან ბოლომდე გააზრებული ჰქონდა ლიბერალიზმის ის პრინციპები, რომლის მიმდევარით თვითონ იყო და თვითონ ავრცელებდა სწორედ ამ იდეებს ქვეყანაში და სწორედ ამ იდეების, ლიბერალიზმის იდეების დაფუძნების წყალობა იყო ის, რომ საქართველოს 1918-21 წლების ჯერ ერთი დამოუკიდებოდა, მე იმ 3 წლის განმავლობაში გაჩნდა ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძე რა თქმა უნდა და მისმა თანამოაზრებმა კი არა მისმა ოპონენტებმაც კი შექმნეს ის ველი ერთობლივად რომ საქართველოში გაჩნდა ადამიანები რომლებმაც 3 წელიწადში თავიდან ბოლომდე სრულად ევროპული საქართველოს შექმნეს ხო და თავად ეს დღეს მართალია ლიბერალიზმის ბევრი ფორმა არსებობს და აი სიმართლე გითხრათ ხანდახან მეც ვიკარგები ზღვრები სად არის ხო მაგრამ თვითონ თავისთავად ლიბერალიზმი რომლის ფუძე არის თავისუფლება თავისთავად ნეგატიური ვერაფრით ვერ იქნება ეს ერთი მეორე ლიბერალიზმის კონცეფცია ძალიან კარგად ჩამოაყალიბა ასევე ვაჟა-ფშაველამ პატრიოტიზმი თუ კოსმოპოლიტიზმი დიახ ამ სტატიაში და ეს იყო აი ასე მგონია რომ რაღაცერად ალბათ სასკოლო პროგრამაში არის მე მგონი და მე მგონია რომ უფრო გადაიტანეს კლასგარეშეში ვიღაცები მაინც ასწავლიან მე როგორ ვიცი და არის ჩემი აზრით ეს არის უმნიშვნელოვანესი ტექსტი, სადაც ვაჟა-ფშაველა ამბობს, რომ თუ პატრიოტიზმის საფუძველში ზოგად კაცობრიული, ზოგად ადამიანური ღირებულებები არ დგას, ის ღირებულებები ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული, ის ღირებულებები ვერასდროს ვერ გახდება, ეს იქნება უბრალოდ ფაშიზმი. ვაჟა-ფშაველა ამ ცნებას არ იყენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ის კარჩაკეტილობა, რომელიც ქართულ კულტურას ზოგადად არ ახასიათებს. და პირიქით, ნებისმიერ ზოგად კაცობრიულ ღირებულებაში აუცილებლად ფუნდამენტად უნდა ედოს პატრიოტიზმი. თუ შენი საკუთარი არ გიყვარს, საკუთარ პატივს არცემ, ვერც სხვა ადამიანს, ვერც მეზობლის და ვერც სხვა კულტურისას ვერცემ პატივს, ხო? აი ეს ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენი ნაციონალური ღირებულებები აუცილებლად უნდა გადიოდეს ზოგად კულტურულ ფასეულობებზე. და ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედებაც ხო ეს არის, ხო? ვაჟა-ფშაველა ხო აი ამას უპირისპირებს. მაშინ სტუმართმასპინძლობის წესი რატო დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე სისხლის აღების წესი იყო? იმიტომ რომ ზოგად კაცობრიულ კონტექსტში უფრო ჰუმანური
ფაქტი არის სტუმარ მასპინძლობა ვიდრე სისხლის აღება და სუსტად ეს არის განვითარების ფუნდამენტი, რომ მაშინ უნდა ყოფილიყავით იმ თემურ საზოგადოებაში და უნდა გვეხოცა ერთმანეთი, ხო? ანუ ჩვენ ხო რაღაცეებზე ის რაც თითქოს და ტრადიციად მიგვაჩნდა, ვარი ვთქვით და სწორადაც თქვით ვარი, ხო? თუნდაც სისხლის აღების წესზე, თუნდაც რა ვიცი, ჩვენ თავის დროზე ვარი გვაქვს ნათქვამი, რაღაცა კაციჭამიებაზე გვაქვს ვარის ნათქვამი, მაშინ ისიც რაღაცა პატრიოტული ღირებულება უნდა ყოფილიყო, ხო? და როდესაც საზოგადოება ვითარდება ანუ თავისუფალი არჩევანის გარეშე და ალტერნატივების გარეშე ეს განვითარება უბრალოდ ვერ მოხდება. არჩევანზე მინდა გავაკეთო შევაჩერო ყურადღება, რახან თავისუფალი არჩევანი ვახსენეთ, ეგ თემა არის ძალიან დიდი და შეიძლება დავღალოთ კიდეც მაყურებელი და ამიტომ მაინც კონცენტრირდეთ დღეს რაც ხდება იმაზე, ხო? აი რეფორმა, რომელსაც ატარებს სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით და თუ გინდათ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთმანეთთან არის, ხო, ესენი ბმაში. ართმევს თუ არა არჩევანის თავისუფლებას, როგორც სტუდენტს, ასევე მოსწავლეს. აი თქვენი პერსონალური დაკვირვება გვაინტერესებს და რაში გამოიხატება ეს? აი ძალიან რაღაცნაირად ნათელი მაგალითებით და კონკრეტულად რომ ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, ვინც გვიყურებს ახლა და აინტერესებს აი ეს მხარე, ვთქვათ. სწორედ ეგ მიდოდა და მაგამდე მიდოდა მისვლა, რომ ამ თავისუფლების გარეშე ვერ განვითარდება ვერანაირი სისტემა, აუცილებლად უნდა იყოს არჩევანის თავისუფლება ყველა მიმართულებაში. ჩვენ გონია, რომ იცით როგორი საზოგადოება გავხდით, გონია, რომ აი რასაც ვიტყვით, ან რასაც კანონში ჩავწერთ, ის იმ წუთას განხორციელდება. საქმე ის არის, რომ აი მაგალითად გვინდა, რომ ვიყოს განათლებული ახალგაზრდობა გვყავდეს და ჩავწერეთ, რომ ჩვენი მიზანი არის მივიღოთ განათლებული საზოგადოება, მაგრამ როგორ ვღებულობთ ამ განათლებულ საზოგადოებას, მეთოდები კანონში არ იწერება და ვერც ჩაიწერება, ხო, როგორ უნდა იყოს. აი აქ უკვე თავისუფალი უნდა იყოს სკოლა, თავისუფალი უნდა იყოს უნივერსიტეტი, თავისუფალი უნდა იყოს თემი, რომლის ფარგლებშიც ეს სკოლა ფუნქციონირებს. მე ვერ წარმოვიდგენ იცით თავისუფლება აი მე ვასწავლი პედაგოგიკის სხვადასხვა სპეციალობაზე და აი ესეთი აღმოჩენა იყო ჩემი სტუდენტების, როცა ვუთხარი, რომ ამერიკაში არ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, რაღაცა ერთიანი სისტემა და ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ აი როგორ შეიძლება, რომ თუ რაღაცა ერთიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით რაღაც გაწერილი დოკუმენტი არ არსებობს, როგორ შეიძლება ფუნქციონირება. საქმე ის გახლავთ, რომ თავად თემი უკვე თავს სკოლას თვითონ აძლევს დაკვეთას, თუ რა ტიპის ადამიანი ჭირდება, ვინ უნდა გაიზარდოს, რა ღირებულებებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. მშობლები ერთვებიან, მშობლები აფინანსებენ სკოლებს, დონაციას ეწევიან, უნივერსიტეტებს აფინანსებენ მშობლები, იქ დონაციას ეწევიან და იმათმა იციან, რომ ამერიკაში განსაკუთრებით, დიახ, და ასეთ იმიტომ ვითარდება, რატო არის, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნოლოგიური ტრენდი რატო იწყება ამერიკიდან. ხო უნდა დავსვათ კითხვა რა, მაშინ რატო ხდება ის, რომ ეს ქვეყანა ახერხებს იმას, რასაც ვერ ახერხებს ვერც ერთი სხვა ქვეყანა, ხო? კი მე შეიძლება ვიღაც აყვეს იქ ჩინელებმა რაღაცა ადაპტირებული ვერსიები გააკეთოს რაღაცა, მაგრამ ამ ყველაფრის ნოვატორი ხო ამერიკა არის. რა ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს სწორედ იმ განათლების სისტემიდან მოდის, სადაც იბადება ეს ყველაფერი ეს იდეები, ხო? აი თუნდაც იგივე სილიკონ ველი, სადაც უამრავი მილიონობით სტარტაპი იტესტება, არის სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე. სტენფორდის უნივერსიტეტი ასაზრდოებს, ასე ვთქვათ, სპეციალისტებს. იცით რა არის? არ არის აუცილებელი, რომ ერთი არის, რომ სახელმწიფო დებს, მაგრამ მეორე არის, რომ სახელმწიფო ვერ ერევა, როგორ წარმოგიდგენიათ ან ჰარვარდის, ან სტენფორდის რომელიმე უნივერსიტეტის პროგრამებში ჩაერიოს სახელმწიფო, სასაცილოდაც არ ეყოფათ. ანუ რომელმა აკრედიტაციის სამსახურმა
რომელმა აკრედიტაციის სამსახურმა უნდა მიცეს მინიშნებები, ვთქვათ, ამერიკის უნივერსიტეტებს, რომ აი ეს უნდა გააკეთოს. შეიძლება პარტნიორული ურთიერთობები არის, რომ ჭირდება სპეციალისტი და ესაბას რომ გარიგებები, რა თქმა უნდა, არის, როდესაც ბიზნესი უკვეთავს სპეციალისტს, კი ბატონო, ასეთი ტიპის გარიგებები მოსულა, მაგრამ იქ პროფესორს ვერავინ ვერ უკარნახებს რა უნდა გააკეთოს და რომელი სახელმძღვანელო გამოიყენოს და რა უნდა ასწავლოს. დიახ, გარდა ამისა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ აი განსხვავებით ამერიკული სისტემისაგან ფინური სისტემა არის უფრო უნიფიცირებული, მაგრამ იქ სხვა ტიპის უნიფიცირება არა ის რაც ჩვენთან არის, იქ არის ძალიან ფართო და დიდი არის მასწავლებლის თავისუფლების დიაპაზონი. სანამ ლაივში ჩავერთვებოდით, თქვენ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვით, ხო? რომ თქვენ თქვით, რომ გაკვეთილები არ ტარდება რეალურად ჩვენს სკოლებშიო, ხო? მე მინდა რომ ამაზე ძალიან ნათლად ვისაუბროთ, რომ რა არის ამის მიზეზი. თქვენ ალბათ ბავშვებისგან ხედავთ ამას, ხო? იმ ბავშვებთან ბევრ ბავშვთან გაქვთ შეხება და იცით რა ხდება მათი მეშვეობით საჯარო სკოლებში. ძალიან მინდა რომ ამაზე ვისაუბროთ, მაგალითად, რომ რატო არ აინტერესებთ დღეს საჯარო სკოლებში მიმდინარე გაკვეთილები ბავშვებს, რაზე საუბრობენ თვითონ ბავშვები, რომ რა იწვევს მათ უინტერესობას და ასე შემდეგ, რომ იქნებ რაღაცნაირად მიზეზებიც გამოიკვეთოს და დავინახოთ და სანამ გადავალთ საუბრის ამ ნაწილზე, მინდა რომ ისევ შევახსენო ჩვენს მაყურებელს, მეგობრებო, ბათუმელების ლაივ ჩართვა დღეს მიმართულია იქეთკენ, რომ ბათუმელებმა, ასე რომ თქვა, შემოიკრიბოს მხარდამჭერები. ჩვენ გვინდა რომ დღეს მინიმუმ 100 ადამიანით მაინც გაიზარდოს ჩვენი გამომწერთა რაოდენობა, ამიტომ გვინდა რომ იაქტიუროთ ბათუმელების გადასარჩენად და გახდეთ ჩვენი გამომწერი. ამიტომ კომენტარების ველში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სპეციალური ბმული, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია გადახვიდეთ გვერდზე და გახდეთ ბათუმელების გამომწერი, როგორც ერთჯერადი გამომწერი, ასევე ყოველთვიური გამომწერი 1 ლარიდან და არის სხვა კონკრეტული თანხაც მითითებული თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გახდებით ჩვენი მხარდამჭერი, რადგან ჩვენ მუშაობთ თქვენთვის და თქვენგანაც ველოდებით, ასე რომ ვთქვათ, მხარდაჭერას. ჩვენ სტუმარი გვყავს ასოცირებული პროფესორი ლალიანთიძე და აი ამ ვთქვათ ჩვენი მარათონის პარალელურად საუბრობთ განათლების თემაზე და ვინც ახლა შემოგვიერთით, გეტყვით რომ საუბრობთ დღეს განათლების სისტემაში მიმდინარე პრობლემებზე, აქტუალურ საკითხებზე და თუ თქვენთვისაც საინტერესოა ეს თემა, შეგიძლიათ დარჩეთ ჩვენთან და მოგვისმინოთ. ლალი, ეს მე მაინტერესებდა ზუსტად, რომ რას ამბობენ ბავშვები, რატომ არ უხარიათ დღეს ბავშვებს საჯარო სკოლაში ყოფნა, გაკვეთილებზე ყოფნა, რა მიზეზებს ასახელებენ და ის დასახელებული ეგრეთ წოდებული რეფორმა თუ შეუცვლის განწყობას და ინტერესს გააჩენს? აი ჯერ ბავშვებიდან დავიწყოთ, მოდი, რას ამბობენ ისინი? პატარა ასაკის ბავშვები, თქვათ, სკოლის ასაკის ბავშვებს ეხა ვერ მოვთხოვთ ასეთ ღრმა ანალიტიკას. ერთი არის, რომ ზოგადად შემეცნება ყოველთვის არის დაფუძნებული ემოციაზე. თუ კი ემოციური ფონი არ ჩაეფინა შემეცნების პროცესს, თუ კი ბავშვმა თავი კომფორტულად არ იგრძნო, თუ კი ბავშვმა სიამოვნება არ მიიღო სწავლისგან, გამორიცხულია, იქ ვერაფერი ვერ მოხდება. ამიტომაც არის ზოგადად ავტორიტარული სისტემები, რომ აი ამას ცდილობენ, რომ რაღაცა ფორმებით, ან რაღაცა ტიპის უნიფიკაციით და თითქოს და სამხედრო დისციპლინით მიაღწიონ შედეგებს, იმიტომ რომ იქ შეუძლებელი არის ბავშვის ნებელობა მონაწილეობდეს და გაკვეთილი არ იყოს საინტერესო. ხო, აი ჩემთვის პირადად არის რაღაცნაირად წარმოუდგენელი, მე არ ვარ ფორმის მომხრე და მე არ მგონია, რომ ფორმა იმ სოციალურ განსხვავებას აღმოფხრის, იმიტომ რომ მე თვითონ ფორმიანი ბავშვი ვიყავი და მახსოვს სკოლა ისე დავამთავრე, რომ რაღაცა წინსაფრების საშინელი რაღაცა ყავისფერ კაბაზე შავი
წინსაფარი გვეკეთა კოკო შანელი ძაბლავში გადაბრუნდებოდა ყავისფერის და შავის ესავე კომბინაცია ხო ყველაზე საზისხარი მუქფერებში და ჩემს კლასელს ჰქონდა მოსკოვიდან ჩამოტანილი წინსაფარი რომელსაც გვირისტი ჰქონდა სხვანაირად და ის ერთი გვირისტი ისე უკვე სტატუსის ნიშანი იყო კი ის ერთი გვირისტი ასე სტატუსის ნიშანი იქნება ჩანთა ფეხსაცმელი ასევე სტატუსის ნიშანი იქნება კალამი ან რაღაცა ბრენდირებული სხვა რაიმე ნივთი მე უფრო მგონია რომ ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ის რომ ამ მატერიალურზე და ნივთიერზე არ ვიყოთ ორიენტირებული და ეს უბრალოდ რაღაც ის არის ძონძია და მეტი არაფერი და ამის უკან თავარი არის რომ ადამიანური ღირებულებები ჩავდოთ თორე რა ვიცი ადრე დახეული ჯინსი სხვა რამე იყო და ეხლა დახეული ჯინსი უკვე ეს არის ტრენდია ხო აი აბსოლუტურად შეუძლებელია რომ აი ტანსაცმლით მოახერხო ის რომ ადამიანი გახდეს ტოლერანტი და თანასწორი ხო ანუ მობილურების რაღაც მომენტში ჩამორთვასში რაღაცა ლოგიკა არის მე ვიყენებ მე ჩემს საკვირაო სკოლაში ვიყენებ ტელეფონებს მაგრამ მეც შევიცინე ის ხუთი როცა ეს გამოყენების პროცესში არ არის მაშინ მაქვს როცა არ არის ხო აუცილებლად სმარტფონის გარეშე თანამედროვე განათლება ვერ მიიღება. Პირიქით, ყველა ოთახში უნდა იყოს და ყველა ბავშვს უნდა ქონდეს კომპიუტერი. კვლავ იმ პოზიციაზე დავრჩები, როგორც ფორმის, ის კი არა, რომ აუკრძალოთ ან რაღაცა უნიფიცირება გავაკეთოთ ამისი, არამედ უნდა ვასწავლოთ სწორად გამოყენება და შემეცნებისთვის გამოყენება ბავშვებს ამ ტექნოლოგიების და როდესაც ამას ვერ ახერხებს სკოლა და იქ უფრო საინტერესო რამეები ხდება. ნახეთ, სკოლა ისეთ საინტერესო უნდა იყოს, რომ უნდა აჯობოს აი რაღაც თამაშებს. არ ტექნოლოგიას არ უნდა აჯობოს. სკოლამ ტექნოლოგია უნდა გამოიყენოს. ხო, აი იმ თამაშებს უნდა აჯობოს საგაკვეთილო პროცესმა. და ეს არის გასაკეთებელი და ამისთვის არის საჭირო ძალიან დიდი ძალისხმევა. ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი, ძალიან დიდი მატერიალური რესურსი, ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული რესურსი და მენეჯმენტი. და თუ შემეცნების პროცესმა ადამიანის ძარღვზე არ გაიარა, აი ნერვზე უნდა გაიაროს ბავშვი, ყოველი გაკვეთილის მერე უნდა ხვდებოდეს, რომ აი რასაც ევრისტიკული მეთოდი ქვია, ხო, აი აღმოჩენა, აი რაღაცა ის არის რა კი არქიმედია რა რაღაცა იპოვა იქ რა ვიცი ეს არის ალექსანდრე მაკედონელი რაღაცაზე გაიმარჯვა თავის თავს აჯობა რაღაცას მიაღწია ხო აი ეს აღმოჩენები და ეს გამარჯვებები თუ არ იქნება საგაკვეთილო პროცესში გინდ ფორმა ჩააცვი და რაც გინდა ის გააკეთე და რა ვიცი თუ გინდა ასე დააჯინე როგორც ჩვენ გვაჯენდნენ და ყელსახვევებს გვიგე მაგას არანაირი განსხვავება არ ექნება იცით ხანდახან მეუბნებიან რომ აი ჩვენ ხო საბჭოთა სკოლა დაამთავრე და რატო ემტერები ასე საბჭოთა სკოლა და მეთქინე და ისეთი მგრძნობელობა მაქვს ამ საბჭოთა ჩემთვის არის რაღაცა უარყოფითი ნეგატიურთან და რაღაც პიროვნების ნიველირებასთან ასოცირებული. ანუ საბჭოთა აზროვნება იყო ის, რომ არავის არ აინტერესებდა პიროვნება და საზოგადოება სადღაც, რა ვიცი, კომუნიზმისკენ მივდიოდით და რა იყო ეს კომუნიზმი კაცმა არ იცოდა და რაღაცა ისეთი მიზანი გქონდა თითქოს, რომელიც აბსოლუტური ბუტაფორია იყო, ხო? ისევე როგორც ახლა, აი რას ნიშნავს ეროვნული ღირებულებების მიღწევა. ეროვნული ღირებულებები ხო იმას ნიშნავს, რომ ის ისედაც გვაქვს და ჩვენია, ხო? თუ მიღწეული არ აქვს, მაშინ არ ყოფილა ხო ეროვნული ღირებულება. აქ საუბარი არის იმაზე, ჩვენი ეროვნული ღირებულებებით როგორ გავხდეთ საინტერესო სამყაროსთვის. რა არის ჩვენს ამ ეროვნულ ფასეულობებში ისეთი, რომელიც ჩვენ მიმზიდველს ხდის
თუნდაც იგივე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, გარდა ტერიტორიისა და აი ამ გეოგრაფიისა, ჩვენ ხო გვაქვს ძალიან ბევრი ღირებული, ძალიან ბევრი შეუსწავლელი ფენომენი არის, მარტო ღვინის და პურის ქვეყანა არა ვართ. ეს ღვინის და პურის ქვეყანა, იმიტომ გავხდით, რომ იქ აზროვნების წყობა იყო, ეს აზროვნების წყობის პროდუქტია, ხო? აი ეს რომ რისი ქვეყანაც ვართ და რაც ძალიან ბევრი, რა ვიცი, რკინის ქვეყანაც ვართ და ოქროს საწმისის ქვეყანაც და ბევრი რამის ქვეყანა ვართ, ხო? და ეს ხო შემთხვევითი არ არის, ეს ხო ზუსტად ჩვენი ეროვნული ღირებულებების ნაწილია და რატო უნდა დავაყენოთ ასე ეროვნული ღირებულება versus რაღაცა სამყარო, ხო? პირიქით, ეროვნული ღირებულება ნიშნავს, რომ სამყაროს რაღაცას ვაძლევთ. ცალკე ამოგლეჯილი ვერ ვიქნებით, ხომ ჩვენ ახლა საქართველოს სივრციდან. ხო, საერთოდ გლობალიზაცია როგორ შეიძლება რაღაც სეპარირება მოახდინოს გლობალიზაციამ ეს ან ესეთი უცნაური რაღაცა პროცესი გამოიწვია. ანუ გლობალიზაცია ხო ნიშნავს არა რომ ყველანი რაღაც თუნდაც იგივე რაღაცა ამბავი რომ მოხდება 2 წუთში უკვე მთელ მსოფლიო მიცის არა ეს საინფორმაციო ტექნოლოგიებმა ეს ძალიან კარგად გააკეთა და გლობალიზაციის პირობებში ხდება ის რომ აბსოლუტურად ყველა აი თუნდაც ევროპაში როცა მოგზაურობთ რა ვიცი ალბათ ყველა წაწყდება ყველა არის იჭერს ამ თავის ნაციონალურ თავისებურებებს და ყველა ცდილობს რომ ზუსტად ის ღირებულებები შეინარჩუნოს რაც მისია და რაც მას სხვისგან განასხვავებს და ჩვენ სულაც არავინ არ გთხოვს იმას რომ ყველასნაირი გავხდეთ ჩვენი ღირებულება ზუსტად ის არის რომ განსხვავებულები ვართ რაღაცა უნიკალურობა გვაქვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს უნიკალურობა რაღაცა კაცობრიობის პროგრესის საწინააღმდეგოდ მივმართოთ ხო აი მე მგონია რომ ზუსტად ამისი მანიფესტაცია უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენ გვაქვს საინტერესო ძალიან ბევრი რამე რითაც შეიძლება რომ სოფლიოსთვის ვიყოთ საინტერესო და ზუსტად ეს უნდა გამოვსახოთ იყოს ღვინო ყდაზე იყოს პური თავარი არის იქ შინაარსობრივად რა იქნება დიახ ადამიანებს რას ვაკეთებთ რატომ არის ეს საიდუმლო ხო აი თუ რაღაც კარგს აკეთებენო მე ხო განათლების თემებს ძალიან ხშირად ვაშუქებ და ბევრ ჯგუფში ვარ და წერენ ადამიანები კაცო თუ რამე კარგს აკეთებთ რატო გვიმალავთ გითხარით ხო როცა კარგს აკეთებ ხო არ უნდა დამალო და უთხრან ანუ ღია იყონ გამჭვირვალობაზე ხო ქონდათ პრეტენზია რომ რაღაც გამჭვირვალობაზე ვზრუნავთო და თვითონ არაფერს არ ამჭვირვალებენ ისე წერენ სახელმძღვანელოებს რომ სკოლამაც არ იცის მასწავლებელმა არ იცის ლექტორმა არ იცის პროფესორმა არ იცის და თქვან ბატონო რას წერენ ამაზე ამ კითხვებს სვამენ ადამიანები და მეგობრებო თქვენც თუ გაინტერესებთ და თუ გაქვთ ეს კითხვები დასვით ეს კითხვები ყველა კითხვა დასვით ჩვენთან კომენტარებში და შევეცდებით რომ წავაკითხოთ ეს იმ ხალხს ვინც ასე ჩუმად დახურული კარის იქეთ წერს რაღაცებს თქვენთვის ასევე მინდა შეგახსენოთ მეგობრებო რომ ჩვენი live chart-ვის მიზანი არის ბათუმელების მხარდაჭერა ონლაინ გამოცემის ჩვენი მედიის მხარდაჭერა და ძალიან გვინდა რომ დღეს ამ live chart-ვით თუნდაც 100 ადამიანი მაინც შემოგვიერთდეს და გახდეს ჩვენი მხარდამჭერი თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში ჩაყვეთ ნახოთ ბმულები რომლის მეშვეობითაც თქვენ გადახვალთ კონკრეტულ გვერდზეს რომელი გვერდიდანაც თქვენ შეძლებთ რომ გახდეთ ბათუმელების ან ყოველთვიური მხარდამჭერი ან ერთჯერადი მხარდამჭერი და იქ არის არჩევანი თქვენ გადაწყვიტეთ რომელ არჩევანზე გააკეთებთ ასე რომ თქვათ შეჩერდებით უფრო სწორად რა და ასევე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი live chart-ვის სტუმარი არის ლალიანთიძე მასწავლებელი ასოცირებული პროფესორი და საუბრობთ განათლების საკითხებზე იმიტომ რომ განათლების თემა არის დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მტკივნეული და აქტუალური საკითხი და გვინდოდა რომ ამ live chart-ვის და ბათუმელების მხარდაჭერის პარალელურად ასევე გვესაუბრა ისეთ მტკივნეულ თემებზე ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემებზე რომელიც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის საინტერესო რადგანაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობა როგორც ჟურნალისტების როგორც მედიის არის ის რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ
მოგაწოდოთ თქვენ დროულად, ოპერატიულად გადამოწმებული ობიექტური ინფორმაცია და ჩაგაყენოთ ყველაფრის საქმის კურსი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩვენს ირგვლივ ხდება, ჩვენს ქალაქში ხდება და ამიტომაც გვინდა რომ ვარსებობდეთ და გავაგრძელოთ ეს არსებობა ძალიან დიდხანს თქვენი დახმარებით და თქვენი სოლიდარობით და თქვენი მეშვეობით. ასევე მინდა ლალი გარკვეულწილად რაღაცნაირად შევაჯამოთ თუნდაც ეს დღევანდელი ჩვენი დისკუსიის თემა, რა მოლოდინები გაქვთ, რა შეიძლება დახვდეთ მასწავლებლებს, ბავშვებს სექტემბერში სკოლაში და ასევე მე მინდოდა გესაუბრათ იმაზე, რომ მე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ საბავშვო სტუდია და აკვირდებით ასე რომ თქვა ბავშვების განვითარებას დინამიკაში, უნარების განვითარებასთან, უნარების განვითარების მხრივ და მინდა რაღაცნაირი ანალიზი გააკეთოთ მაგალითად, რომ როგორი დინამიკა გვაქვს, რა მიმართულებით ვითარდებიან ჩვენი ახალგაზრდები და აი ამ ახალგაზრდებს დღეს ციფრული თაობის ახალგაზრდებს ეძახიან, ხო? რა ვიცი, მოეწონებათ ამათი დაწერილი წიგნია თუ ეროვნული სასწავლო გეგმა? არ მოეწონებათ არა და რატო არ მოეწონებათ იცით ძალიან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები არიან აი ამის წინ მქონდა ასეთი შემთხვევა მეხუთე კლასის სახელმძღვანელოში ის ჩემი საქართველო იყო საუბარი სვანურ საცხოვრებლებზე და ნუ რა თქმა უნდა სვანურ კოშკებზეც იყო საუბარი ტექსში და ტექსში წერია, რომ 1876 წელს სვანები აუჯანყდა მტრებს და მაშინ კოშკების 60% დაინგრა. და ნუ ახლა ბავშვი ყვება რომ ესე მტრებს აუჯანყდა, მტრებს ვეკითხები რომ ვინ არის მეთქი მტერი და ვიციო იქო არ წერიაო და მეც ეკითხვა მქონდაო რომ რას ნიშნავსო მტერიო და მით უმეტესო როცაო ესეთი 60% კოშკების განადგურებული იქნა ხო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ისეთი არ მეხსიერებას ახსოვს ხო ეს ცოცხალია ეს ისა პროცესი და დავიწყეთ მე ერთად ქექვა ვინ იყო ეს მტერი და წიგნში ვერ ვნახეთ რო ვინ იყო ეს მტერი აი ესეთი რაღაცა აბსტრაქტული მტერი ხო და თუ კი ბავშვებს ამას მივაჩვევთ ხო ნახეთ როგორ არის აი ზუსტად ეს არის რაღაცა მარცვალ ჩადებული კრიტიკული აზროვნების დამაჩლუნგებელი მარცვლები რომ იქ ბავშვი არ არის ვალდებული რომ ახსენოს რომ რუსეთი იყო ის მტერი რომელმაც ეს გააკეთა ხო ანუ ეს იყო აი ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმას რომ რაღაც არსებობს აბსტრაქტული მტერი და მე იტყვიან რომ ეს მტერი deep state-ია არ ერქვა სახელი. არ დაარქვან სახელი, ხო. ხო, და იცით, მართალი გითხრათ ძალიან მენიშნა და იმეც ვიტოვებ, რომ ამ სახელმძღვანელოებში რაღაცა კონკრეტულად სახელები დარქმეული იქნება მოვლენებზე, იმიტომ რომ თუ კი სახელმძღვანელოების უვარგისობაში სავარაუდოდ ამასაც გულისხმობენ, რომ არ არის ინფორმაცია ზუსტად ამ თაობისთვის საინტერესოდ მიწოდებული, რომ ბავშვი უნდა ინფორმაციამ რაღაცა დონეზე უნდა დაითრიოს, ყოველ მისი გონება უნდა ამუშაოს, ამან ყოველ წუთს უნდა ფიქრობდეს, რომ აი ეს რა ახალი ინფორმაციაც მიიღო, ის რა კავშირშია მის მანამდელ მიღებულ ინფორმაციასთან და რა ჭირდება კიდე დამატებით რომ ეს შეივსოს კრიტიკული აზროვნების განვითარება სწორედ ამას ნიშნავს და ერთი ხო დიახ მოლოდინი გაქვს რომ ამ ახალ სახელმძღვანელოებში ქართული ოცნება მტერ სახელს დაარქმევს მართალი გითხრათ საერთოდ ზოგადად ოპტიმისტი ვარ მაგრამ საღი აზრი და მოვლენათა განვითარების ჯაჭვი არ მეუბნება რაღაცა თლაც იკეთოს მაგრამ უბრალოდ ოპტიმისტი ვარ იმიტომ რომ იცით რა მართლა უნდა დაერქმევა რა ყველა დაარქმევს ამას და მით უმეტეს რაც უფრო მეტად დამალული არის ინფორმაცია რაც უფრო მეტად დამალული არის ინფორმაცია აი მეც ჩემო
მოსწავლეებს რაღაცას ვუკრძალო, ერთი კარა დაუკრძალე, რომ რაღაცა დანები და ლურსნები მაქვს იქა და რაღაც რომ ბავშვები არ დაზიანდეს მეთქი და ვუთხარი რომ ყველაფერი შეგიძლიათ გაკეთოთ, აი აქ არ უნდა მოხვიდე და ყველა ცხვირი იმ კარადაში არის შერჭობილი, ასე რომ რაც უფრო მეტად დამალავენ, უფრო მეტად გაიქექება ის ამბავი და გონია რომ პირიქით, რა თქმა უნდა აკრძალული ხილის ამბავია, ზუსტად ის გამოჩნდება და ის ამოიყრება, რაც დამალული, ამიტომ ჯობია ღიაობა, გახსნილობა, ლიბერალიზმიც და ინდივიდუალიზმიც ზუსტად ამას ნიშნავს, რომ უნდა გახსნილები ვიყოთ და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, თუ მოგწონს ის რომ თქვათ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ უნდა ვიყოთ და რატო უნდა ვიყოთ, მაშინ ამაზე უნდა ვისაუბროთ. იცით და მე რო გახსნან ეს თემა, აქ უფრო გავყვები საუბარში, ხო? მე მესმის რომ თქვათ ადამიანებს ეშინია, საზოგადოება ასე უყურებს ამას, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის რუსეთი ვინც არის და რაც არის, უბრალოდ ეს არ გაღიზიანების პოლიტიკა მიაჩნიათ სტრატეგიად და გადავიდეს დამონებაში ღირსე დიახ მაშინ რა ჯანდაბად გინდა ეს ხო და სწორედ ეს არის რომ აი ეს არის ზუსტად ის რომ ჩვენ გამჭვირვალობის გვეშინია ჩვენ გვეშინია იმ თემაზე ლაპარაკის რაც ღია უნდა იყოს ჩვენ არა გვაქვს შესწავლილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ჩვენ არა გვაქვს აფხაზეთის ომის მიზეზები ბავშვებმა არ იციან ვისი მართველობის პირობებში დაიკარგა აფხაზეთი ვისი მართველობის პირობებში დაიკარგა სამაჩაბლო ხო ხანდახან გონიათ რომ ეს ნაციონალების დროს დავკარგეთ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ბავშვებმა მითხრეს და სახელმძღვანელოში ჩაწერენ რომ სააკაშვილის პროვოცირებით დაიწყო აგვისტოს ომი და ჩვენ დავიწყეთ ომი იცით რა არის აგვისტოს ომის პროვოცირების გადაბრალება ვიღაცაზე რაღაცა ლოგიკასთან არის მაგრამ აფხაზეთის დაკარგვა აი ესე ცხადად ასე გონიათ რომ ყველაფერი დაიკარგა იმ რაღაცა სისხლიანი 9 წლის მანძილზე და იმიტომ რომ არ არის შესწავლილი კარგად და არ არის სახელმძღვანელოებში ეს ასახული ყველაფრის ერთად სისტემა ამას ნიშნავს რომ სისტემა მუშაობს ამაზე რომ ეს პრობლემები აქტიურად არ განეხილებოდეს რა და ჩვენ დასკვნები არ გავაკეთოთ სწორი დასკვნები არ გავაკეთოთ აქედან და მე მგონია რომ როცა ამ ზოგადად განათლების სისტემაზე ვლაპარაკობ აი რამდენიმეჯერ დავიწყე და სულ რაღაცა ისეთ გადახვევები გამოგვივიდა რომ აი ესე იგი არა ორი რამ არის მთავარი რა ერთი რომ მიზანი რა გვაქვს რა და მე ეს მეგონა რომ მინისტრი ამ მიზნებით დაიწყებდა. აი რა გვინდა რას უნდა მივაღწიო და მეორე დიაგნოსტიკით, ანუ მოცემულ სიტუაციაში რა ფაზაში ვართ, იმიტომ რომ თუ მიზანი გვაქვს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვდგავართ, რომ აი ამ მოცემულობაში, ხო, მოცემულობიდან მიზნისკენ სვლა როგორ უნდა განხორციელდეს, ეს ამ ორი წერტილის შეერთების პროცესში ხორციელდება, ხო? და ვერაფრით ვერ გავაკეთებთ ამას თუ არ ვიცით რა გვინდა და თუ არ ვიცით ის სად ვართ ხო და პრობლემებს არ ვარქმევთ სახელებს რა და ეს კიდე ცალკე ამბავია და ვისარგებლებ შემთხვევით რა და მე ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამოაზრეებს მოუწოდებ რა რომ მხარი უნდა დაუჭეროთ ბათუმელებს რაღაცა სლოგანი რო შევქმნათ ასეთი ბათუმელები უნდა ბათუმელებისთვის ასეთ შეიძლება ან ბათუმელების დონაცია ბათუმელებმა უნდა გავაკეთოთ მაგრამ რა არის იცი არ მითხრა მარტო ბათუმელების ხვებიც ძალიან კი ბათუმელები ბათუმელებისთვის კარგი იყოს ასე ლალი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მეგობრებო, სხვათა შორის დღეს მეორე სტუმარიც უნდა გყოლოდა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კვარაცხელია, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ შეძლო დღეს როგორც ჩანს ტექნიკური რაღაც პრობლემების და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, მაგრამ არაუშავს სხვა დროს შემოგიერთებით კიდევ სხვა ბევრი საინტერესო სტუმრით. მე მადლობა მინდა გითხრა ლალი კიდევ ერთხელ რომ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდათ და ვისაუბრეთ საზოგადოების მნიშვნელოვან თემაზე და ასევე იმაზე რომ ძალიან გულმხურვალე მხარდაჭერი ხართ თავისუფალი მედიის პირველ რიგში და ბათუმელების
მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთდით, რომ ჩვენი დღევანდელი ჩართვა უკავშირდებოდა ბათუმელების მხარდაჭერთა რაოდენობის გაზრდას, ასე რომ ვთქვათ, რადგანაც დღეს ბათუმელები სამწუხაროდ აღმოუჩნდით მდგომარეობაში და გვჭირდება თქვენი საზოგადოების მკითხველის მოქალაქეების მხარდაჭერა. თქვენი თუნდაც 1 ლარი არ არის უბრალოდ შემოწირულობა, ჩემი აზრით, ეს არის, ასე რომ ვთქვათ, გარკვეული ინვესტიციის ჩადება საკუთარ თავისუფლებაში. მე ასე უყურებ ამ საკითხს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს ესმის, რას ნიშნავს თავისუფალი მედია და აუცილებლად გახდებით ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენც თქვენი დახმარებით გავაგრძელებთ არსებობას, გავაგრძელებთ მუშაობას თქვენთვის, საზოგადოებისთვის. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში იყავით ჩვენთან და ჩვენი მარათონის ფარგლებში, ასე რომ ვთქვათ, კიდევ დაგიკავშირდებით და ჩვენ გვექნება ყოველთვის თქვენი მხარდაჭერის იმედი. ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.